გიორგაძის ქუჩაზე პროექტით გათვალისწინებული კეთილმოწყობითი სამუშაოები დასრულდა. შესრულებული სამუშაო ჭიათურის მუნიციპალიტეტის ინსპექტირების ჯგუფმა რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა. აღნიშნულ ქუჩაზე 2756 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი გაკეთდა და ბორდიურები მოეწყო. მდგომარეობა იყო გაუსაძლისი, მანქანა ვერ მოყავდა, რომ პროდუქტი შეგვეტანა სახლში, ესეთ მდგომარეობა იყო და ახლა სახლამდე მივდივართ, მაგრამ კიდე ბევრი არის გასაკეთებელი და რასაც დავყპირდა და რასაც შევყპირდა, ყველაფერი გაგვიკეთა ამ კაცმა ხუთიანზე. მისი მადლობელიც ვართ ძალიან და რა ვიცი, აწი კიდე უკეთესობისკენ მივდივართ და ალბათ გვექნება ჩვენც უკეთესად. კეთილმოწყობითი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპსგ ინვესტმა შეასრულა. გიორგაძის ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა ასფალტობეტონის საფარველი, დაზიანებული რაც იყო მთლიანად შესწორებულია, მომზადებულია საფუძველი ასფალტობეტონის ქვეშ, მოწყობილია ბარდიურები და დაგებული არის 2900 კვადრატული მეტრი ასფალტობეტონი და მოწესრიგებულია ყველაფერი. პარალელურად კეთილმოწყობითი სამუშაოები ბარათაშვილის ქუჩაზეც მიმდინარეობდა, რომელიც უკვე დასრულების პროცესშია. ბარათაშვილის ქუჩაზე სამუშაოების მოცულობა არის 5266 კვადრატული მეტრი ასფალტობეტონი დასაგები. აქედან 80% შესრულებულია, ბარდიურები მთლიანად დამთავრებულია და მიმდინარეობს დამატებით სამუშაოები, რაც კიდევ ამ 20% შედის, 25% შედის. პროექტის ფარგლებში ბარათაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარი 5276 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქუჩა მალე მთლიანად ასფალტირებული იქნება თორღვაშვილის ქუჩის გადაკვეთამდე. გზების რეაბილიტაციასთან ერთად ბორდიურების კეთილმოწყობაც ხდება. გზა გქონდა, მანქანასაც უჭირდა და ფეხით მოსიარულეებსაც აქ შემოსვლა, ესეთი იყო გაფუჭებული გზა და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ჩვენი ხელმძღვანელებს, რომ ასე მივას და ყურადღებით მოეკიდა ამ საქმეს, ჩვენ მოვითხოვეთ ხოლმე ეს, ხო და გააკეთეს ეს გზა. ძალიან მადლობლები ვართ აი ამ ბატონის აგერ, ვის მუშაობს, ვისაც ევალება, ძალიან გულიანად მუშაობენ, კარგად აკეთებენ და რა ვიცი, იმედი გვაქვს, რომ ალბათ რაც აუცილებელი იქნება კიდე მოსახლეობისთვის ყველაფერი გაკეთება ასე დადებითად და კარგად, როგორც ეს კეთდება. კარგის მეტი რა უნდა ვთქვა, ასეთი კარგი გზა არ მეგონა თუ კიდე მოესწრებოდი. ამ სიბერეში ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ქალაქის ხელმძღვანელობას, გოგის დამსახურება არის და ძალიან რასაც ვეთქვით, ყველაფერს გვიკეთებენ. დიდ მადლობას მოგახსენებ. ადგილობრივი ბიუჯეტიდან გიორგაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კეთილმოწყობითი სამუშაოებისთვის 299,900 ლარი გამოიყო. ამ თანხით ორივე ქუჩაზე გზების რეაბილიტაცია და ბორდიურების მოწყობაა გათვალისწინებული. სატენდერო პირობებით სამუშაოები შპსგ ინვესტმა ორივე ქუჩაზე 12 ივლისამდე უნდა დაასრულოს. შესრულებულ სამუშაოს მუნიციპალიტეტში შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ჩაიბარებს.